ქართულმა ოცნებამ ვერც ერთი დასავლური სახელმწიფო ვერ დაარწმუნა, რომ ქვეყანაში ძალადობრივი გადატრიალება იგეგმებოდა. 4 ოქტომბრის შემდეგ ივანიშვილის გუნდი ელოდება, როდის გამოაცხადებენ ევროკავშირში უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს კრიმინალებად. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ევროპული მომავლის მცველების დისკრედიტაცია ვერც ანტურაჟისთვის დადგმულმა სცენამ შეძლო. Եվրասիանի პროპაგանդա არ მუშაობს, ხომ, იმიტომ ევროკავშირის ცალკეული შესაბამისი უწყებები ამ ყველაფერს გარედანაც აკვირდებიან და შესაბამისი წარმომადგენლებიც ადგილზე ყავთ. ანუ 4 ოქტომბერი ძირითადად იყო მშვიდობიანი პროტესტი, რამოდენიმე კი იყო იქ უპასუხისმგებლო მოწოდება, შეიძლება იყო გადაცდომებიც, მაგრამ ის რომ ამის ფონზე რაც თვითონ ამ რეჟიმმა მშვიდობიანი ძალადობა, მშვიდობიანი პროტესტანტების მიმართ განახორციელა შესაბამისობაში ხედავს ყველა, ხო, ამ ყველა. მშვიდობიანი პროტესტის გაშავებას დასავლეთის თვალში ოცნება ყველა გზით ცდილობს. ერთ-ერთი ბოლო ასეთი მცდელობა დიპლომატიური სკანდალით დასრულდა. EUTHO-ს თავმჯდომარე, რომელსაც მაკა ბოჭორიშვილი პირისპირ შეხვდა, ვიზიტის ბოლოს რუსთაველის გამზირზე აღმოჩნდა. შემდეგ კი კობახიძესთან ჩანიშნული შეხვედრაც გააუქმა. ქართული ოცნების პროპაგანდა დასავლეთთან მიმართებით არ ეფუძნება არაფერს, მათი ნარატივები, პროტესტის გაშავების მცდელობები, ფსევდოლეგიტიმაციის მოპოვების მცდელობები ნამდვილად არ მოქმედებს და ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ევროპელ პარტნიორებს კარგად ესმით, რომ ქართული ოცნების ერთადერთი ამოცანა არის ევროიზოლაციის გაღრმავება, პროპაგანდის მეშვეობით საკუთარი მოსახლეობის და ევროპელი პარტნიორების მოტყუება და ზოგადად საქართველოს გადაქცევა რუსულ ორბიტაზე. რატომ ვერ შეძლო ოცნებამ დასავლეთის დარწმუნება? თბილისის ყოფილი პროკურორი, რომელსაც პროვოცირებული დანაშაულების არაერთი საქმე აქვს გახსნილი, ამბობს, რომ ეს იყო ხალხისთვის მოწყობილი პროვოკაცია. კითხვებს აჩენს სამართალდამცველების უმოქმედობაც, რაც ყურადღების მიღმა არც დასავლეთ დარჩენია. სახელმწიფოს უზარმაზარი რესურსი აქვს იმისთვის, რომ შექმნას პირობები, ანუ დაეხმაროს, ხელი შეუწყოს, დადგას მოახდინოს დანაშაულის პროვოცირება, რაც თავისთავად დანაშაულია. და ამას ისე არ ვსაუბრობ, გამომიძიებია ასეთი საქმეები წინა ხელისუფლების პირობებში. ანუ სამწუხაროდ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები დღემდე არიან პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, მათ შორის პოლიტიკური პარტიების, ასე ვთქვათ, PR-ის იარაღი, ამიტომ ისინი ამგვარ ქმედებებში შემჩნეული არიან და არაერთი წლის მანძილზე. ოპოზიცია ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდს მატყუარას იმიჯი აქვს. მათი საერთაშორისო პარტნიორებს აღარ სჯერათ და იციან, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების პროვოცირების უკან ისევ ხელისუფლება დგას. ქართული ოცნება ოფიციალურად არის დასავლეთის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან მონათლული როგორც დეზინფორმატორი და ანტიქართული ძალა, იმიტომ რომ თუ თქვენ ნახავთ ბოლო განცხადებასაც კაია კალასის, ის საუბრობდა, რომ მათი დეზინფორმაცია და ხალხის არჩეული კურსის წინააღმდეგ სვლა არის მთავარი გამოწვევა. ნდობა იმის მიმართ, რომ მათ ვიღაც ერჩის და მათ ვიღაც ებრძვის, არის პრაქტიკულად დაუჯერებლები და ძალიან კარგად იციან, რომ ასეთ პირობებში თავად ხელისუფლება ახდენს პროვოცირებას, მოვლენების რაღაცა დგამს სხვადასხვა სპექტაკლებს, ძალიან მცირე მიზეზსაც კი იყენებს იმისთვის, რომ აი ესეთი სურათი შექმნას, რომელიც თითქოს ვთქვათ რაღაცა პირიქით რაღაცა რადიკალურ ფრთას ებრძვის. იმის სადემონსტრაციოდ, რომ ეს არ ყოფილა პროვოცირებული დანაშაულის შინაგან საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ ათონელის სასახლის ღობეს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და მასზე წინასწარ ზემოქმედების კვალი არ არის, თუმცა ამ დასკვნას ჯერ მზის სინათლე არ უნახავს.